შეიძლება თუ არა ადამიანს ჰქონდეს ყველაფერი, მაგრამ მაინც მარტოსულა და ეულად გრძნობდეს სამყაროში თავს. ჰქონდეს განუსაზღვრელი ძალაუფლება, თუმცა საბოლოო ჯამში მარტოობაში კვდებოდეს. არსებობს დიქტატორულ რეჟიმებზე დაწერილი უამრავი წიგნი, თუმცა არსებობენ წიგნები და ავტორები, რომლებიც განსაკუთრებულ ადგილს იჭერენ მკითხველების გულსა და გონებაში. საუბარია ისეთ მწერალზე, რომელიც საყოველთაოდ არის ცნობილი და მისი ტექსტები ძალიან ბევრს წაუკითხავს, თუმცა თუ არ წაუკითხავს, გაუგია მაინც მის შესახებ. საუბარია გაბრიელ გარსია მარკესზე და მის წიგნზე უკვდავ შედევრზე, რომელსაც ჰქვია პატრიარქის შემოდგომა. პატრიარქის შემოდგომა არის წიგნი არა მხოლოდ დიქტატურაზე, არამედ ის არის ადამიანის სულის ყველაზე ბნელი და მიუვალი ადგილების ერთგვარ ანატომიურ კვლევაზე და ანალიზზე. მარკეს აინტერესებს არა მხოლოდ ის ტრაგედია და საშინელებები, რომელიც შეიძლება ტრიალებდეს დიქტატურული რეჟიმის პირობებში და რა შეიძლება ადამიანები განიცდიდნენ ამ დროს, არამედ მას გაცილებით უფრო მეტად აინტერესებს ძალაუფლების ის დამანგრეველი ზეგავლენა და ის ძალა, რომელიც შეიძლება ადამიანის სულზე მოქმედებდეს, იმ ადამიანის სულზე, რომელიც ხელშიც არის ძალაუფლება კონცენტრირებული. წიგნი არის დიქტატორზე, რომელიც განუსაზღვრელი ვადით მართავს ქვეყანას და დავიწყებულიც კი აქვს საბოლოო ჯამში თავდაპირველად როდის აირჩიეს ის და ადამიანების დიდ ნაწილს ის უბრალოდ უკვდავიც კი ჰგონიათ. და როგორც ნებისმიერი დიქტატურული რეჟიმის მმართველის და პრეზიდენტის მოვალეობა და ფუნქცია, რომ გაიხანგრძელოს ძალაუფლება და ძალაუფლებაში ყოფნა, ის ირჩევს ბუნებრივია ძალადობრივ მეთოდებს და მიმართავს ადამიანების დაშინებას და ტერორს და არ ერიდება არც ადამიანების დახვრეტას, დაპატიმრებას, სიმართლის ტყუილად გასაღებას, დეზინფორმაციის გავრცელებას და ასე შემდეგ. და ბუნებრივია მას ხელს უწყობს ამ ყველაფერში იმ ადამიანების, იმ ფარისეველი ადამიანების ჯგუფი, რომელიც მის კარზე არიან კონცენტრირებულნი. საბოლოო ჯამში მარკესს აინტერესებს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, არა მხოლოდ ის ტრაგედია, რაც შეიძლება დატრიალდეს მაშინ, როდესაც დიქტატორული რეჟიმი არსებობს ქვეყანაში, არამედ ის ძალა, ის ძალაუფლების ის უნარი, თუ როგორ შეუძლია მას გარყვნას ადამიანის სული საბოლოო ჯამში. და როგორ შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს ჰქონდეს განუსაზღვრელი ძალაუფლება, ის როგორ შეიძლება ადამიანის ტვირთად და ნამდვილ ტანჯველ ჯოჯოხეთადაც კი იქცეს. და ერთ-ერთი პასაჟი, რომელიც აქ მონიშნულიც კი მაქვს, დიდი ალბათობით გამოხატავს მწერლის ნამდვილ სათქმეს და ერთგვარ შეიძლება ითქვას ერთგვარ ლაიტმოტივადაც გასდევს მთელ ამ ტექსტს, თუ როგორ ხდება ნამდვილი ბარგი და ტვირთი ძალაუფლება იმ ადამიანის ხელში, რომელსაც ის აღებული აქვს. და ის როგორ მოიხსენიებს პრეზიდენტს, რომელზეც არის იმ დიქტატორზე, რომელზეც წიგნში არის საუბარი, რომ ფლატონით მძიმედ მიმავალს სახეზე ეხატა მარადიული პრეზიდენტობისათვის განწერული კაცის იერი. იმ კაცის იერი სახელი და დიდება თევზის ფხასავით რომ გაჩხეროდა სულშიო. ანუ მარკესს იმის თქმა უნდა, თუ როგორ იქცევა, როგორ დიდ ტრაგედიად, დიდ ბარგად და ტვირთად იქცევა ადამიანის ხელში ძალაუფლება და როგორ შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ მართოს ადამიანები, ჰქონდეს განუსაზღვრელი სიმდიდრე, მაინც საბოლოო ჯამში როგორ იქცევა ეს ყველაფერი მის ბარგად და შეიძლება რომ სიმარტოვეში ამოხდეს საბოლოო ჯამში სული. ბუნებრივია ნებისმიერი ადამიანის, ნებისმიერი მმართველის თუ დიქტატორის ლეგიტიმაციას ხელს უწყობს ადამიანების რაღაცნაირი ბრმა, მორჩილება და დამოკიდებულება ავტორიტეტული ფიგურების მიმართ და სწორედ ეს წიგნი მნიშვნელოვანია წასაკითხად იმ ადამიანების თვის, რომლებიც რაღაცნაირად ახდენენ იდოლიზაციას ნებისმიერი ადამიანის და გაკერპებას ზოგადად ავტორიტეტული ფიგურის და არა მარტო ასეთი ადამიანებისთვის არის მნიშვნელოვანი ამ წიგნის საკითხვა, მნიშვნელოვანია ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც არიან ძალაუფლებაში და აქვთ მმართველობა ხელში აღებული, რათა კიდევ ერთხელ გადახედონ ზოგადად იმ დამანგრეველ ზემოქმედებას და ზემოქმედების იმ დამანგრეველ ძალას, რომელიც შეიძლება ადამიანის სულზე ძალაუფლების ხელში ჩაგდებამ მოახდინოს.